საფრანგეთში ქართული დერბი ლიონმა მოიგო, სამივე ქართველი სასტარტოში იყო. საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში ლიონმა მეტ სუმას პინძლა. სამივე ქართველმა გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ციტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. 25 ჰეცუცე ანგარიში მალიკ ფოფანამ გახსნა, 30 ჰეცუცე კი კორენტინ ტოლისომ სხვაობა 2-მდე გაზარდა. მეორე ტაიმში 1 გოლი გავიდა. 83 ჰეცუცე მატჩს წერტილი ადამ კარაბეცმა დაუსვა და საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა. გიორგი მიქაუტაძემ თამაში სრულად ჩაატარა, ციტაიშვილი და აბუაშვილი კი 62 ჰეცუცე შეცვალეს. მიქაუტაძემ კარში ზუსტად 3 ჯერ დაარტყა, მისი 4 დრიბლინგიდან 3 წარმატებული იყო, 17-დან კი 15 ზუსტი პასი გააკეთა. აბუაშვილის 27 პასიდან ყველა ზუსტი იყო, ციტაიშვილმა კი 5-დან 3 დუელი მოიგო და მის წინააღმდეგ 2 ჯერ დაჯარიმდნენ. მიქაუტაძის გუნდს 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს ლიონი მარსელის წინააღმდეგ გამართავს. მეცმა კი ორივე თამაში წააგო, შემდეგ ტურში ქართველების გუნდი პარიზს ესტუმრება.